თავის საძგომში რომ გააბამდა ყვირილს ანჩის ხატის გვერდით. თეკლა ბატონიშვილის სახში გვესმოდაო კანტორის პირდაპირ. დიახ, წერდა გრიგორი თავის ძმას, ილიას. ჩვენი მელიტონი ისევ ისია. ანჩხი მყვირალა, თავის დამამწარებელიო. რამდენს უძლებდა საწყალი ეფემია. 13 რომ იმშობიარებს ზედიზეთ. აბა, გექნება შებრძოლების თავი. მელიტონი რომ მეიდანზე გადიოდა, მედუქნეების უმეშიში დარაბებს ურავდნენ. სხვათა შორის იმაზეც არ დაუძრავს სიტყვა ფეფოს. მელიტონმა ტარტოს ძიძა რომ დააოსტულა. ის გორელი გოგო რომ ჰყავდა, მაია. ხო, მაია. ისეთი ეშხიანი იყო, რომ კი გაუგებს კაცი მელიტონს. და ბავშვს რა უყვეს მერე? რა უყვეს და მონათლეს. როგორ წესი გარიგია. მერე დააბრუნეს ეს მაია თავის გორში. და თავისთან რატომ არ დატოვეს? შენახვა გაუჭირდებოდა თუ რა? სხვა მიზეზია. თუმცა მაგათი გაჭირობის შემხედვარე კი გარემოდა კაცი რამე მომდაგოს. დააქცია მელიტონის სტუმართ მოყარეობა მოჯახი. ტატოსაც ბევრჯერ გადაუხდია მამის აღებულივანი. ისე თვითონაც ეტანებოდა ქაღალდის თამაშს. კარგი რა მოთამაშე იყო. ერთხელ წავიდა ნახჩევანში 200 მარეთი და სირცხული თვალებში ვეღარ უყურებდა ლევან მოდიშვილს. შენ რა იცი? ლევანის და მისის ამბავი. ასე იყო ეს.